მოგესალმებით ალგარვიდან, სადაც იმართება ახალი Lexus RZ-ის პრეზენტაცია და ოფიციალური ტესტ-დრაივი. სწორედ ეს ახალი ვერსია გახდება პირველი ელექტრომობილი, რომელსაც Lexus-ი შესთავაზებს ქართველ მომხმარებლებს. ხალხო, ანუ ამ შემთხვევაში საჭეს წინა ბორბლებთან არანაირი მექანიკური კავშირი არ აქვს. ანუ არ არსებობს საჭის სვეტი. უკავშირდება ღერწს მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად. მისი ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, იხსნება ყველანაირი ფობია, რომ რაიმეს დაალაშქრა, იმათ შორის გზელი მანძილების თუ სტიგმატური ქართული გეოგრაფიული მანძილების დაალაშქრა არ გამოვიდეს. გამოდის. როცა გასადგამ ფეხს, რაღაც ფილმებში რა ეფექტიც აქვს, დაახლოებით ეგ არის. გაკრავს სავარძელზე, იმდენად სწრაფად კრებს სიჩქარეს. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ვერ წარმოვიდგინე თუ მანქანის მართვა იყო სიამოვნება.